როცა ჩვენ რაღაც ეპოქას ვეცნობით ფილოსოფიის ისტორიას, ვეცნობით რაღაც სტანდარტს, სტანდარტული მოდელი ახალი ეპოქის ფილოსოფიისა, ახალი დროების ფილოსოფიისა. მოგეხსენებათ ყველას, ვინც ამით დაინტერესდებით ან დაინტერესებულები ხართ. ჟღერს ასე, რომ დეკარტმა დაიწყო და კანტმა წერვალს მიაღწია ამ ეტაპის, ასე ვთქვათ. შეიძლება ვიღაცამ დაამატოს, რომ წერვალი შემდეგ ჰეგელი იყო და შელინგი და სხვები, მაგრამ ისინი მაინც გარკვეული გაგებით კანტის მიღწეულ მწერვალებზე დადიან. რა დაიწყო დეკარტმა? სტანდარტული პასუხი ფილოსოფიის სახელმძღვანელოებში, ფილოსოფიის ისტორიის სახელმძღვანელოებში ჟღერს ასე. უეჭველი, უტყუარი და საბოლოო. ძირი და ძირი. შემეცნების, რაზეც ყველაფერი სხვა ეყარდნობა, იპოვა დეკარტმა. აღმოაჩინა დეკარტმა და ეს ძირი და ძირი არის სუბიექტის აზროვნება. ხშირად ჩვენ სტანდარტულ სახელმძღვანელოებში ფილოსოფიის ისტორიისა სამწუხაროდ გამოტოვებულია პრობლემა, რა პრობლემის წინაშე იდგა დეკარტი. და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, როგორც სხვა ჩანაწერების დროს უკვე არაერთხელ ვთქვით, ყველა გამორჩეული გონება და ასეთები არიან ფილოსოფოსები, დგანან რაღაც კონკრეტული პრობლემის წინაშე, რომელიც მათ აწვალებს, მოსვენებას არ აძლევს, მაგრამ ეს პრობლემები ხშირად არ წერია ჩვენ სახელმძღვანელოებში, არადა თავი და თავი და ამოსავალი უნდა იყოს ეს პრობლემა. თუ ჩვენ გავიგებთ რა პრობლემის წინაშე დგას დეკარტი, უფრო კარგად გავიგებთ რატო იძლევა იმ პასუხს, რომელსაც იძლევა. პრობლემა კი ჩანს მის ერთ-ერთ პირველ, უბრალოდ ალბათ პირველ ნაშრომში, არა ქრონოლოგიურად პირველში, არამედ ისეთ პირველში, რომელსაც ცენტრალური მნიშვნელობა აქვს მისი ფილოსოფიის გასაგებად, მეთოდის განხილვის შესახებ 1637 წელს პირველი მისი ნაშრომი ასეთი სახელწოდებით გამოდის, დიოპტრიკასთან ერთად. დიოპტრიკა არის ფაქტიურად ოპტიკის შესახებ მოძღვრება და ეს ძალიან ძლიერად არის დაკავშირებული ერთმანეთთან. ეს ორი საკითხი. განხილვის მეთოდი, რომელიც პირველ ფილოსოფიის საბოლოოდ პირველ ფილოსოფიას უნდა შეეხოს, მიზანი პირველი ფილოსოფიაა, რასაც საერთოდ მეტაფიზიკას ეძახიან და ოპტიკაზე მოძღვრება. და ეს არის სწორედ თემა. და ეს თემა, დიდი პრობლემა იწყება სწორედ აქედან. და ეს არ ჩანს ჩვენს წიგნებში, მეორადი ლიტერატურის წიგნებში, თუ მაინც და მაინც ისეთ ფართო მასშტაბის წიგნებს არ ავიღებთ, კლოპსტოუნს და ასე შემდეგ, იქაც შეუძლებელია დაწვრილებით ეს ზუსტად ჩანდეს, მაგრამ იქ უკეთესად აქვთ კლოპსტოუნს, რა თქმა უნდა. სხვა, ესე იგი, წიგნებს ისტორიაზე, ფილოსოფიის ისტორიაზე. ამის გათვალისწინება ძნელად თუ შეუძლიათ. არ ძალუცთ, უბრალოდ ძნელია ეს ძალიან. არადა გადამწყვეტია ვიცოდეთ. პრობლემა რატოა ოპტიკა.
და ოპტიკას რატომ იყავს დეკარტი ახალი მეტაფიზიკის საჭიროებად. ოპტიკა იმიტომ რომ ოპტიკა მაგალითად უშუალოდ განიხილავს იმ თვისებებს, რომელთაც ჩვენი თვალი აღიქვავს, და რომელსაც ჩვენი თვალი აღიქვავს ერთი შეხედვით, როგორც თვისებებს გარე საგნებისა, ჩვენს გარშემო მყოფი საგნებისა, ხო? ჩვენ გარს გვარტყია საგნები, რომელთაც ჩვენ ვანსხვავებთ პირველ რიგში, თუ ჩვენ ავიღებთ მხედველობას, როგორც ერთ-ერთ გრძნობილობით ორგანოს, ვანსხვავებთ მათი ფერების მიხედვით და ფიგურის მიხედვით, მოხაზულობის მიხედვით, ხო? ფერები არისტოტელეს ფიზიკიდან გამომდინარე, ითვლება შემადგენელ ნაწილად იმ საგნისა, რომელიც მატარებელია ფერების და რომელსაც სუბსტანცია ეძახიან სუბსტანციას, შუა საუკუნეებიდან დაწყებული და დეკარტმაც უნდა გასცეს ამას პასუხი, მერე რა არის მართლა სუბსტანცია. მოკლედ, საგნები არიან მატარებელი ამ ფერების და ჩვენ ამ ფერებს ვაწერთ კონკრეტულ საგნებს და ამის მიხედვით ვანსხვავებთ მერე საგნებს ერთმანეთისგან. არისტოტელეს ხედვა, ხო? შემთხვევითია ეს თვისებების საგნების, რომელსაც შორის ერთ-ერთი ფერია, რა თქმა უნდა, მაგრამ არა მარტო, ფიგურა, სიდიდე, ინტენსიურობა სიდიდის და ფიგურის, ან და ფარდობითობა სხვა საგნებთან, იგივე გრძნობილობითად აღქმადი სხვა თვისებები, როგორიც არის მაგალითად სუნი ან ზედაპირი და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი თვისება არის საგნის, ამბობს არისტოტელე. შემთხვევითი თვისებები, აქციდენტები, მოკლედ, რო ვთქვათ, ტერმინოლოგიით, ფილოსოფიური კლასიკური ტერმინოლოგიით, აქციდენტები. არისტოტელეს სხვა, რა თქმა უნდა, თავისი სიმბებეკოს, თავისი ტერმინოლოგია, ბერძნულ, მაგრამ ახლა ყველაფერს აქ გამოვიყენებთ. ავიღოთ ეს ტერმინოლოგია, რომელიც საჯაროდ ცნობილია და საყოველთაოდ ცნობილია. მოკლედ, სუბსტანცია საგნები და აქციდენტები არის თვისებები ამ საგნების და სუბსტანცია არის მატარებელი ამ აქციდენტების. ეს არის არისტოტელეს ზოგადი წარმოდგენა და არისტოტელეს ფიზიკაც ამას ეყრდნობა. ოპტიკაზე მუშაობით დეკარტმა ეჭვი შეიტანა ამ ყველაფერში, იმიტომ რომ მან სინათლის მნიშვნელობა გაიაზრა, გააცნობიერა და მოკლედ რომ ვთქვათ, გაუჩნდა ეჭვი, რომ ეს თვისება, რაც არის ფერი, არა სხვა საგანშია, მაგალითად რომ ავიღოთ ნაძვის ხე, სიმწვანე არის არა თვისება მდგრადი და საკუთრივი ნაძვის ხისა, არამედ ეს ფერი არის სხვა არაფერი თუ არა გარკვეული ტეხვა სინათლისა, სინათლის გატეხვა, დღეს ეგრე ვიტყოდით ალბათ, ხო? ან მოკლედ სინათლის კუთხე ჩვენს თვალის გუგაში. მოკლედ სინათლე ჩვენ თვალში. და ასე შემდეგ, ეს რომ გადავიტანოთ სხვა საგნებზე, რომელსაც ჩვენ გრძნობელობით აღვიქვავთ, გამოგვივა ძალიან საინტერესო ჰიპოთეზა, ხო? საინტერესო დაშვებამდე მივალთ, რომ ყველაფერი, რასაც ჩვენ გრძნობელობით აღვიქვავთ, არის ჩვენ აღქმით ორგანოებში. არის ნაირსახეობა ჩვენი აღქმითი ორგანოების. ცოტა რადიკალურად რომ ჩამოვაყალიბოთ ეს წარმოდგენა, აღქმული საგნები ჩვენს ირგვლივ არიან ნაირსახეობანი ჩვენი გრძნობელობითი ორგანოებისა. ხო? აი ეს არის ეჭვი, ეს არის დიდი პრობლემა და რატოა ახლა ეს დიდი პრობლემა? იმიტომ რომ თუ თვისებები ამ საგნებს არა აქვს და ეს თვისებები ჩვენი გრძნობილობითი ორგანოების თვისებებია, მაშინ ეს საგნები საერთოდ არსებობს თუ არ არსებობს? აქამდე ვიცოდი რომ ნაძვის ხე იმიტომ არსებობს რომ მწვანეა და დიდია და ლამაზია და ლამაზი ფიგურა აქვს და წიწვებს სუნის კი აქვს. სასიამოვნო და ასე შემდეგ, ხო? ან ძაღლი რო დარბის და ცხენი რო დარბის, ხო? ეს მათი მოძრაობასაც მე აღვიქვავდი ფიგურის ცვლილებით და
შეიძლება ფერისცვლილებითაც გააჩნია, რომელ შუქში მოხვდებოდნენ ისინი მოძრაობისას, ხო? თუ ეს ყველაფერი სხვა არაფერია, თუ არა შუქის ცვლილება ჩემს თვალში და ჩემს სხვა მგრძნობელობით ორგანოებში, მაშინ კითხვა ისმის ძაღლი რაღაცა თვითონ, ან ნაძვისხე, ან ცხენი, ან ყვავილი, ვარდი, ეს საქმეები არსებობენ კი საერთოდ? ხო არ არის ეს ყველაფერი მოჩვენებითობა, ვინაიდან ბოლო ეს გამოდის, რომ საგნები დაიყვანება ამ თვისებებამდე, რომლებიც ნაირსახეობაა ჩემი გრძნობების შეგრძნებების, უпроსტოდ რომ ვთქვა. დეკარტი ცოტა უკან უნდა წავიდეთ იქ როგორ არის დეკარტი განსწავლული, ხო? იგი იეზუიტების სკოლაში დადიოდა, მას აქვს კლასიკური წარმოდგენა მეტაფიზიკაზე და მეტაფიზიკა არის არისტოტელური მეტაფიზიკა, მაგრამ ის მეტაფიზიკა, რომელსაც ამ დროს მე-16 საუკუნეში მე-17 დასაწყისში იეზუიტების სკოლებში ასწავლიან, ყველგან ალბათ ერთნაირად არ ასწავლიან, არ გვინდა ნიუანსებში შევიდეთ, მაგრამ ერთ-ერთი ძლიერი მიმართულება არისტოტელიზმისა, როგორც აღიქმება ეს მეტაფიზიკა, არის ისე ჩამოყალიბებული, რომ ფიზიკაზეა დაყრდნობილი. არისტოტელეს ფიზიკაზეა დაყრდნობილი. ანუ არისტოტელეს ფიზიკას სწავლობენ და მერე სწავლობენ მეტაფიზიკას. ფიზიკა სწორია და აქედან გამომდინარე მეტაფიზიკაც სწორია. თუ ფიზიკა აღარ არის სწორი, მეტაფიზიკას თავზე დაგვექცევა. მარტივად რო ვთქვა, თუ წეგან დაუბრუნდეთ იმ თემას, თუ საგნებს ვეღარ აღვიქვავთ მათი თვისებების და მიხედვით, მაშინ მეტაფიზიკაზეც უარი უნდა ვთქვათ. საგნები არისტოტელეს მიხედვით არის სწორედ ეს სუბსტანციები არის სწორედ იმიტომ გარჩევადი, რომ ისინი კონკრეტულ აქციდენციებს ატარებენ. ანუ საგნები არის გარჩევადი ერთმანეთისგან, იმიტომ რომ ისინი ატარებენ თვისებებს, რომელსაც ჩვენ გრძნობელობით აღვიქვავთ. თუ ჩვენ გრძნობელობით რასაც აღვიქვავთ, ამას დავარქმევთ ჩვენ შეგრძნებებს, მაშინ ვერანაირად ვეღარ საბუთდება ის, რომ საგნები ჩვენ გარეშე არსებობენ. ვერანაირად ვერ ასაბუთებთ ამას. ვასაბუთებთ მხოლოდ იმას, რომ მწვანე ფერი გვაქვს თვალში. მწვანეს ხედავთ, ნაირსახეობა ჩვენი შეგრძნებისა. მწვანე და კარგი სუნიად წიწვებს. და ნაძვისხე შეიძლება უბრალოდ იყოს კონსტრუქცია ჩვენი გრძნობელობითი ორგანოსი. ჩვენმა შეგრძნებებმა რაღაცნაირად შექმნეს წარმოდგენა ნაძვისხის იმის და მიხედვით, რაც თვალში ფერების ტეხვის მიხედვით ჩამოყალიბდა. მოკლედ რო ვთქვათ. და ამან დააყენა დეკარტი დიდი პრობლემის წინაშე. არისტოტელეს ფიზიკა ძალაში აღარ არის, ვარგისიანი აღარ არის, და აქედან გამომდინარე მეტაფიზიკაც აღარ არის ვარგისიანი. მეტაფიზიკაც აღარ არის ძალაში. აი ეს არის უმთავრესი და გადამწყვეტი და მტკივნეული პრობლემა. მტკივნეული პირადად დეკარტისთვის, რომელიც ღრმად იყო დარწმუნებული, რომ სწორად სწავლობდა და სწორად იკვლევდა და სწორად ფიქრობდა და უცბად აღმოაჩინა, რომ ფიზიკა ძალაში არ არის და აქედან გამომდინარე მეტაფიზიკაც ვეღარ იქნება ძალაში და თუ მეტაფიზიკა არ არის ძალაში, მაშინ ღვთისშემეცნება როგორ უნდა იყოს ძალაში? როცა იგივე სწავლა-განათლებიდან გამომდინარე, რაც მიღებული აქვს დეკარტს, ღვთისშემეცნება მეტაფიზიკაზეა დაყრდნობილი. ორი საყრდენია ღვთისშემეცნებას დეკარტისთვის, რომელიც გაზრდილია კათოლიკურ მოძღვრებაში, იეზუიტების სკოლებში. ერთი არის ღვთის შემეცნება მეტაფიზიკური და მეორე ბიბლია. ან პირველი ბიბლიური წარმოდგენები და მეორე მეტაფიზიკა. ორივე ერთნაირად, ასე ვთქვათ, ბალანსში არის. მაგრამ ისე არ არის, რომ ერთი მთლიანად რო დაიქცეს, მარტო მეორეზე შეიძლება დაეყრდნო. დეკარტისთვის არ არის, ყოველ შემთხვევისათვის. მას ეცლება ფუნდამენტი ფილოსოფიისა, ისეთი ფილოსოფიისა, როგორცაც აქამდე იცნობდა. და ის რომ ფილოსოფია, ანუ ადამიანის გონება საყრდენია ღვთისშემეცნების ისეთივე საჭირო, როგორც წმინდა წერილი ღვთის სიტყვა
ეს მისთვის უეჭველი და უტყუარია. მოკლედ მეტაფიზიკა გადასარჩენია მისთვის, დეკარტისთვის და ეს არის დიდი პრობლემა. და აი ეს არის საიდანაც იწყება მისი ძიება, ამიტომა ეს ნაშრომი 1637 წელს გადამწყვეტი და აქედან იწყება ყველაფერი 13 წლის განმავლობაში, დაახლოებით 13 წლის განმავლობაში ყველა მნიშვნელოვან ნაშრომს დაწერს დეკარტი, რათა ახალი მეტაფიზიკა ჩამოაყალიბოს. გადაარჩინოს მეტაფიზიკა ისე, რომ ფიზიკა ხო არისტოტელესი გადაურჩენადია, აღარ გადარჩება. მაგრამ ჩამოაყალიბოს ახალი ფიზიკა, რამდენადაც შეუძლია და მაგრამ რაც მთავარია, ახალი მეტაფიზიკა უნდა ჩამოაყალიბოს ვინაიდან თუ ფიზიკაზეა მეტაფიზიკა დაყრდნობილი მეთოდურად. შინაარსობრივად მეტაფიზიკაზე შეიძლება იყოს ფიზიკა დაყრდნობილი. ვინაიდან ჩვენ თუ ვიპოვეთ უტყუარი, უეჭველი და მტკიცე საყრდენი იმისა, რომ გარე სამყარო რაც გარს გვარტყია, არსებობს და შემეცნებადია, შემდეგ ვიპოვით ფიზიკასაც, არ არის ეგ პრობლემა, ხო? აი ეს არის მთავარი კითხვა, რის წინაშეც დგას დეკარტი, რომელიც სამწუხაროდ გავიმეორებ, მეორად ლიტერატურაში არ ჩანს და ქვედადინებაა ესეც, ხო? ხშირად უშუალოდ დეკარტზე დაწერილ ნაშრომებშიც კი მკაფიოდ არ ჩანს ეს საკითხი. ჩვენ ყოველთვის უნდა ერთად დავსვათ ეს შეკითხვა და ერთად ვეძიოთ რა არის ამოსავალი, რა არის პრობლემა. და დავეყნოთ კონკრეტულ ტექსტებს, კონკრეტულ საკითხებს და კონკრეტულ პრობლემატიკას, რომელიც წინაშეც ადამიანი დგას, მოაზროვნე დგას. და არავითარ შემთხვევაში არ ვენდოთ რაღაცა ზოგად წიგნებს, ან ზოგად მონათხრობებს, ზოგად ლექციებს. ყოველთვის უნდა შევეცადოთ, რომ საყრდენი გქონდეს ამოსავალი, რათა გავიგოთ, საით მივდივართ, მივხვდეთ რატო იქონია დეკარტის ნაპოვნმა ახალმა მეტაფიზიკამ ასეთი დიდი გავლენა შემდეგ საუკუნეებზე. და პირველ რიგში გავიგოთ, რას უყურებდა თვითონ დეკარტმა რა პასუხი გასცა. რა არის დედააზრი დეკარტის პასუხი. პასუხი რა არის ეს ახალი მეტაფიზიკა, რა არის საზრისი დეკარტის ფილოსოფიისა.